ულამაზესი ტრაკი ძმაო, ულამაზესი. მოგესალმებით მეგობრებო, ეს პირველი ქართული მოტოლოგია, მე სუპერსკინი ვარ და დღეს ჩვენი სტუმარი არის 2013 წლიანი Yamaha RR საიუბილეო მოდელი. გამოვიდა მხოლოდ 2000 ცალი ეს მოტო და აქ ხედავთ პატარა წარწერა, სადაც აწერია ეს საბუთივით პატარა პასპორტი ვით აქვს. 1694 არის კონკრეტულად აი ეს ეგზემპლარი. რა ვიცი, 1000 სიგიჟე მომისმენია, რასაც ამსგავსებენ ხოლმე ამ მოტოს ხვირს, ჩემთვის პირადად ოდნავ წააგავს ბაყაყს, იმიტომ რომ ბაყაყსაც დიდი თვალები აქვს და გამოწეული აქვს, ჯამში ვიზუალი ძალიან მომწონს და ერთი რაღაც უნდა აუცილებლად ვთქვათ, რომ სხვა მოდელებისგან და სხვა ბრენდებისგან განსხვავებით, აი ეს კონკრეტული დიზაინი მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა პირადად თქვენ ეს, ეს რა თქმა უნდა სუბიექტურია. მე მგონი ერთადერთი გამონაკლისი არის, რომელიც დღესაც ისე გამოიყურება, რომ ვერ ერკვეოდე მოტოებში. არ გეგონება რომ ძველი მოდელი არის. გახსოვთ ალბათ რომ დიზაინები ძალიან გაბასრდა, გალამაზდა, ამ სიმრგვალეებიდან წავიდა უფრო კუთხოვანი დიზაინისკენ, რაც ყველა ახალ მოდელში გვხდება. აი ამ მოტოს რო უყურებთ, თუ მოტოებში ვერ ერკვევით, გამორიცხული არის რომ იფიქროთ რომ ეს მოტო ალბათ ძველია და მაგით გამოიყურება ეს. მიუხედავად იმისა რომ 2025 წელია და ეს მოტო 2013 წლიანი არის, დღემდე ვფიქრობ რომ გაუძლო დროს და დღემდე გამოიყურება ძალიან აგრესიულად და საკმაოდ თანამედროვედ. და ესეც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი ამ მოტოსი, მე ძალიან მიყვარს ორ ტრაკა მოტოები, ორ გამშვებიანი მოტოები, ულამაზესი ორი მაყუჩი გვაქვს, რომელიც სასწაულად ჯდება დიზაინში. ეს ძალიან სუბიექტური პარამეტრია, ბევრს შეიძლება მოწონდეს, ბევრს შეიძლება quick-shifter-ი და რა თქმა უნდა აყენია უკუღმა, უკუღმა ქალაქისთვის, თუმცა ტრეკისთვის სწორად. ზევით გვაქვს პირველი, მერე ნეიტრალი და მერე ქვევით არის მოკლედ შემდეგი სიჩქარეები. რაც ჩემთვის რა თქმა უნდა სიახლეა, იმიტომ რომ მე ასეთზე მიჩვეული არ ვარ და ცოტა ფრთხილად მომიწევს ყოფნა, რომ მანქანას რომ მე 6 მე-5-დან R-ში აგდებენ ხო. მე რაც ყველაზე მეტად მეუცნაო რა თავიდან, როცა პირველად ამ მოტოზე დავჯექი, არის რომ აი ეს ჩვენი დეშბორდის, ანუ აი ჩვენი საინფორმაციო დაფის და ზოგადად საჭის ირგვლივ აი ეს ყველაფერი არის ძალიან ბევრი. აი მაგალითად ეს პლასმასები, აი ყველაფერი რა. აი ბევრია, არ ვიცი, მე მინდა რომ აი ესეთი იყოს ეს მოტო და თუ გრძნობდე რომ ვიწრო მოტო არის, ძალიან დიდია რა, ლიტრიანი მოტოა, ძველი ლიტრიანი მოტოა, ახალ მოდელებში თითქოს უფრო შედარებით დაპატარავებულია ეს ყველაფერი, მაგრამ აი ესე გამოიყურება მოკლედ მისი ცხვირი. ესეც ჩვენი 2013 წლის შესაბერისი ძველი დეშბორდი, traction control-ი, რომელსაც ხედავთ რომ შეგვიძლია შეუცვალოთ ბიჯები, ანუ რამდენად აქტიურად მუშაობდეს. ეს მოტო ზოგადად ძალიან საინტერესო არის ასევე იმით, რომ cross-plane crankshaft-ი აქვს და ალბათ აქ ცოტა ხანი მოგვიწევს რომ დავაპაუზოთ, გლეხურ ჩვენს ენაზე გავიგოთ რა არის cross-plane crankshaft-ი და რითი განსხვავდება და ეს მოტო სხვა ძრავებისგან, ამ მოტოს ძრავი სხვა ძრავებისგან, თუმცა სტანდარტული inline 4-ია. მოკლედ 2 წუთი დავხარჯოთ, გავიგოთ რა ხდება და მერე გავაგრძელოთ ეს ვიდეო. პირველ რიგში რა არის მუხლა ლილვი, იგივე კალენვალი, იგივე კრანკშაფტი. ეს უბრალოდ ღერძია, კარგად გამოკვეთილი მუხლებით და ამ მუხლებზე ზეწოლით ეს ღერძი ტრიალებს, რომ საბოლოოდ ამ ბრუნვავმა ძალამ დაატრიალოს საბურავი. Flat plane ტიპის ღერძს ეს მუხლები ერთმანეთის საპირისპიროდ აქვს გაშვერილი და თუ მას პროფილში შევხედავთ, დავინახავთ სიბრტყეს და მივხვდებით რატომ ქვია ბრტყელი, ანუ flat plane. აი ზუსტად აი ამ თეთრ სიბრტყეზეა საუბარი. ამ ტიპის ლილვი იძლევა სამწუხაროდ მეტ ვიბრაციას, შედარებით ნაკლებ თორქს და საბედნიეროდ მეტი ბრუნის შესაძლებლობას. Cross plane-იც ასეთივე ღერძია, თუმცა მისი მუხლები ერთისმაგივრად უკვე ორ ერთმანეთის მართობულ სიბრტყეს ქმნიან და თუ მათ პროფილში შევხედავთ, ჯვრის მსგავსად გამოიყურება მუხლების ერთმანეთისადმი პოზიცია და ამიტომაც ქვია cross plane. აქ უფრო ნაკლები ვიბრაცია, მეტი თორქი, თუმცა სამწუხაროდ დაბალი ბრუნის შესაძლებლობა გვაქვს. Yamaha-მ RR-ში 2009 წლიდან დაიწყო cross plane-ის გამოყენება, რამაც მათივე თქმით ძალიან შეცვალა მოტოს პერფორმანსი და ის თუ როგორ გრძნობს ბაიკს თავად მრბოლელი. განსაკუთრებით კი გაზის კონტროლი, ანუ მოტოს მხრიდან ბევრად უფრო პროგნოზირებადი და დაბალანსებული აქსელერაცია, უკეთესი მოჭიდება, ანუ უკანა საბურავის ნაკლები სრიალი აგრესიული აჩქარებისას და ჯამურად ძრავის ხასიათი. შედარებით უფრო მძიმე, ნაკლებ ბრუნზე მომუშავე, მაგრამ საოცარი ხმის საშუალო ბრუნებშიც ეფექტური სიმძლავრის მქონე ძრავი. მე მგონი აღარ უნდა დავყონდეთ და შეგვიძლია სანამ დავიწვევით ამ მზეზე, წავიდეთ და ნახოთ როგორ იმართება მოტო და რამდენად სასიამოვნო განცდების მონიჭება შეუძლია მას. წავედით. აქვე სანამ დავიწყებდეთ მოყოლას, ეს მოტო შენი მოტო არის, მეორე მოტოა და ჩამოგივიდა. პირაზე ნაკლები არის, რაც ჩამოვიდა. ოკეი. პირველი მყავდა მეტრე თაობის ZX6-ერი და ეს არის უკვე ჩემი მეორე მოტო. ძალიან ძლიერია ქალაქისთვის, ზედმეტად ძლიერია და ძალიან დიდი ძალა აქვს. ეჭვიც არ მეპარება. თან ქვედა შიფტერი პირველად უნდა დავდესო და ხო. აუ, უკუღმა შიფტერი რა კაია. რაღაცა არა ეს რა ხმა, ბიჭო.
ეს რა ხმა ჩემი აუ არა ლიტრი კაია რა აუ რა ხმა კი ხმა მაგარი აქვს არ მესმის ამ აყუჩის ხმაში აი ველოდებოდი როდის დაიჩივლებდი მაგაზე რა ძიმე აი ჯერჯერობით მარტო ის განცდა მაქვს რომ პროსტა მძიმე არის რა იმიტომ რომ ისეთგან ვერ მოხვდით რომ ცოტა მივადგა რა ძალიან კაი ძალა აქ რა თქმა უნდა აშკარად ზევით ხსნის იმიტომ რომ ჯერ აი ვერ ვაწივლე და ვაკივლე როგორც მინდა ისე მაგრამ ნუ ხო აი ხმა მე რენახე დაუნშიფტის დროს აქ მაგას ხმა ყველაფერი იქნება იბხელა ვიბრაცია აქ რო ნომერი გამძვრა იმ დღეს ხო აი მე რამდენი ეს ერთი კვირა დავდივარ სამსახურის სახლი და დავიტანჯა ისეთი მაღალი ტემპერატურა აქვს აუ რა ჩქარა ირთვება და უკვე ძალიან ცხელა რა ეხლა გაგრილება დაჭირდება ამას საცობს რომ მიადგები მაგ მოტოთ გეგონება რომ საათის რაღაც მექანიზმივით ერთი პატარა წკაპუნი არის და ეგრევე გადაჯდება შემდეგ სიჩქარეში რა ხო აქ ბევრად უფრო ჩქარა არ თავს მაგრამ ბევრად უფრო მაგრად უნდა აგრესიულად ჩაჭერა რა კი მაგრამ მაღალ ბრუნებზე უფრო შედარებით უფრო ადვილად თავს ნუ მაგრამ შენსაზე მაინც ყველა ვარიანტი ჯობია ბილად რბილად მე გამოგიტყდები და ამისი უფრო მომეწონა ავტომატიკა არის რა, აი ბევრი მეკითხებით ხოლმე რა ავტომატიკა მოტოები არ არსებობსო და აჰა ავტომატიკა პირველში ჩააგდებდა. აუ რა მაგრად უბრალოდ ხელი ხაერი ბიჭო. ამას ეხა წესიერადაც უნდა ტარება, ამას როგორც უნდა იარო ისე რომ ილი სავარაუდოდ ესე არ გაცხელდება მარიანად თბილისამდე დაგიჯდა $8,100 დაჯდა აქამდე. $8,100 თრავის ტრანსპორტირება იაპონიაში შიდა ტრანსპორტირება არის აუქციონიდან პორტამდე რომ ბაიკი მიგიყვანონ. აუქციონის მოსაკრებელი დაახლოებით $650 ჯამში ეს და შემდეგ უკვე კონტეინერის ფასი რომელიც იცვლება ყოველთვის და ესე ზუსტად არ ვიცით სადღაც $850 ნუ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფასები აქვს. მოკლედ ეს მოტო ჩამოიყვანა Dream Moto არის ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სპონსორი. ჩამოვიდა 7000 კილომეტრიანი გარბენით, რაც რავი, ესეთი ამწლოვანების მოტოსთვის ძალიან ცოტაა და რანაირად მოიძებნა ეს მოტო ესე შენახული ამ წლის ცოტა უცნაურია, ვიღაცა მიყიდა და სახში დააყენა ალბათ. ჯერ დავემართა იგივე. ბიჭო. ცოცხალია ძალიან. ახლა მოხრუჭებზე და მაგვა ზედმეტი არის საერთოდ ლაპარაკი, იდეალურად მუშაობს ყველაფერი. ცოტა ეს ძველებური მოტოს სიუხეში რა თქმა უნდა აქვს. აი ახალი მოტოები თითქოს ნაკლები ვიბრაცია აქვს უფრო და რაღაცა უფრო დავარცხნილებია თითქოს რა. ხო ეს რასაც ვამბობდით რა განაწილებული როა ძალიან ასწორებს რა. A არის სრული ძალა, B არის ნუ ბიგინერი და STD არის სტანდარტი. სხვათა შორის ეს STD ძალიან უცნაურად ემთხვევა sexually transmitted disease. რამე STD ხო არ გჭირს ძმა. TCS-ი რაც არის traction control-ი, რომლითაც აგერ შეგიძლიათ აჩერებულზე შეგიძლიათ აქედან დააკორექტიროთ, აი შეგვიძლია მოუმატოთ რა. ეს არის და ეს არაფერი განსაკუთრებული, არაფერი სუპერ თანამედროვე, თუმცა გადაადგილებაშივე კორექტირებადი ელექტრონიკა, რაც ძალიან სასიამოვნოა. მადლობა ჩვენი დღევანდელი ვიდეოს სპონსორ Dream Moto, რომელიც არის რეალურად საიმპორტო კომპანია იაპონიიდან ჩამოყავთ მოტოები და ეს მოტოც ჩამოყვანილია იაპონიიდან. თუ გინდათ კაი ახალი გატკიცინებული მოტო, ეხმიანეთ და ფასებს და ყველაფერს დაგითვლია. ოჰოჰოჰო. რა ხმა, კარა და რა პატარა ძრავია და კაი ღრიალა ხმა კი აქვს. მართული იქნება ეხლა რომ მე ავდგე და ლაპარაკი დავიწყო, იცით ამ მოტოს რა აქვს სუსტი და ძლიერი მხარეები. ყველაფერი რასაც გაიგებთ, რა თქმა უნდა ეს პირადი გამოცდილება არა, იმიტომ რომ მე ამ მოტოზე ფაქტიურად მეორე ვზივარ. 180 ცხენის ძალა აქვს, სტოქს აქ შეცვლილი გვაქვს მაყუჩი, გამშვების სისტემა მთლიანად შეცვლილი არის. გარდა ამისა, ბევრი aftermarket ნაწილი აყენია.
ჯანი აშკარად იგრძნობა, ახალ მოტოებს ჩემი აზრით არ უნდა შევადაროთ, იმიტომ რომ ისინი ბევრად დამსუბუქებულები და დახვეწილები არიან, იმიტომ რომ ეს წლები გავიდა, მაგრამ თავისი ასაკის კვალობაზე აქეთან მხარესაც რომ მესმის ხმა და იქითან მხარესაც ცოტა შტერდები. უკან ორი მაყუჩი შვება მაგას, რომ ხმა აშკარად ძალიან დიდია და ისმის, რომ ძალიან დიდი ხმა არის, მაგრამ რაღაცნაირად შორიდან და ისეთი მხრიდან ისმის, რომ შემაწუხებელი თითქოს ნაკლებადაა. თითქოს ძალიან უკანაა გაწეული. ბევრად კომფორტულია ვიდრე ცალმხარეს მაყუჩი, მაგრამ მაგას თავისი ძალიან დიდი მინუსი აქვს. სავარძლის ქვეშ, ძღოლის და მგზავრის სავარძლის ქვეშ არის ამოტარებული ეს გამშვების მილი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი საჯდომის თბილად შენარჩუნებას ცივ ამინდში და ზაფხულში, რა ვიცი, თოხო კვერცხების მომზადებას თქვენი ორგანოებისგან, იმიტომ რომ სულ რამოდენიმე წუთია რაც დავჯექით და არსად არ მრცხელა და აი რა ვიცი, პროსტატის მასაჟი მაქვს ფაქტიურად ჩართული. აქ ცალკე უნდა კონდეს რამე ღილაკი პროსტატის მასაჟი. ყველაზე ხშირად რაზეც წუწუნებენ არის ეს, რომ ძალიან ცხელდება რა. კვედე ხარი დილის 10-იც არ არის რა. 9 საათზე დავიწყეთ გადაღება და 10-ის ნახევარი ალბათ შეიძლება რაღაცა წუთები აკლია 10 და აი ისე ცხელა უკვე რომ ცოტა უნდა გავგრილდეთ. შემდეგი ნიუანსი, რაზეც ძალიან წუწუნებენ ხოლმე, ეს არის maintenance, ეს მოვლის ხარჯები. ვერ ვიტყვით ეხლა რომ დუკატისავით პრეტენზიული და პრობლემური და მთელი მოტორო უნდა ჩამოშალო, რომ რაღაცას აი აკუმულატორი რომ მეზობელთან აქ, ანუ ეგეთი პრობლემური შეიძლება არ იყოს, მაგრამ ნუ აი რასაც ყველაზე ხშირად ახსენებენ მაგალითად არის კლაჩი ამისი, ეს კონუსის სისტემა, სავარაუდოდ საუბარი არის თეფშებზე, რომელიც ძალიან სწრაფად ცვდება, ასევე ძალიან მძლავრი არისო და ძალიან მარტივად იძონძება ჯაჭვიო, ეს ალბათ ყველა მძლავრ მოტოს ეხება. ვიღაცები წერდნენ, რომ აი ყოველთვის ორიგინალი ცვლიო, არასდროს არ დამიყენებიაო ბანძი ჯაჭვიო და რაც არ უნდა კაი ხარისხის ვიყიდო, მაინც ძალიან მალე ფუჭდებაო და მიწევს ძალიან ხშირად შეცვლაო. ალბათ დაეჯერებათ. იმიტომ რომ როგორც წესია, ესეთი დიდი ხნის მოტოები უფრო აგროვებენ ხოლმე რაღაცა რევიუებს ისეთს, რომ იქიდან მე რაღაც აზრი გამოიტანო. მოკლედ ტექნიკურად შესანახად შეიძლება ისეთი იაფი და მარტივი არ იყოს, როგორც მაგალითად რავი, პრიუსივით გავრცელებული მოტოები, რომლის ნაწილიც, რავი, ყველაფერი ძალიან კარგად იშოვება. სხვათა შორის ამ მოტოს aftermarket ნაწილები დღემდე ნუ ძველი მოდელია, მაგრამ თავისუფლად შეგიძლიათ რომ იშოვოთ. აჰა, ისევ იგივე გააკეთა, ცნაურია, მეორეში გადაგდება ჭირს. მიჩვეული ვარ ჩემს კარაქივით მეორეზე. ალამაზიზე იქცია. შეზღუდული გვაქვს ძალა, ნახოთ თუ შეგვიძლია ფულზე გადართვა გზაშივე. La polizia! No! აუ, მართალია, ძველი მოტოა, მაგრამ აი ეს ნამდვილად ძალიან გემრიელადაა გაკეთებული რა. გადაადგილებაშივე აქედან შეგიძლიათ section control-ის სტანდარტი ცვალო. არ შეგიძლია რომ ცვალო ვიტყუები. სამაგიეროდ რაც ნამდვილად შეგიძლია რომ ცვალო არის აი ეს მოუდები B სტანდარტი და A. ეხლა ვართ full mode-ში, ნუ traction-ი რა თქმა უნდა ჩართულია. ბევრად მეთქებადია, ბევრად და ისე მალე ჩქარდება, რომ ვერც არ ჩნევს საერთოდ, რომ ვა, თურმე უკვე 120-ია. აი არც ეთყობა, ჩემთან ხო ძრავი სკდება და რაღაც თითქოს განცდა გაქვს, რომ აი მაგრა აუჩქარდით და საერთოდ ვერ გძნობ ისე ადიხარ ეგეც სიჩქარემდე რა. აუ ძალიან მატყუარა და ძალიან ნაბოზარი არის რა. არ ვიცი თან მაღლავზი ვარ თუ რატო არ იგრძნობა სიჩქარე, საერთოდ არ იგრძნობა. მე
მესამეში ვარ და ახე როგორი აჩქარებაა. აჰა. აუ, მაიკით არის წამოსული და ცხელებას ვერაფერს უშველით, უნდა იცოდეთ რომ თუ ამ მოტოს ყიდულობთ აუცილებლად საკოლექციო თუ არ გინდათ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძველი მოტო არის და შეიძლება ვიღაც უნდა რომ დააკონსერვოს. და მე შვილიშვილებს ანახოს რომ აი შვილო რანაირი მოტო ნახე როგორ მდგომარეობაში. ხოთაშორის ეს მოტო Dream Moto შემოყვანილი არის. დიდი მადლობა მათ ვიდეო სპონსორობისთვის და თუ დაგაინტერესებთ მოტოების ჩამოყვანა იაპონიიდან, აი ესეთი fresh სუეჟი სიტყვის ხმარება არ მიყვარს, მაგრამ აი ესეთი სუეჟი მოტოს ჩამოყვანეთ თუ დაინტერესდებით, შეგიძლიათ მიმართოთ Dream Motos. ეს არის მოტოციკლეტების იმპორტის კომპანია, რომელიც იაპონიიდან ჩამოგიყვანთ მოტოებს აი ასეთ მდგომარეობაში. სადაც არ მივიდა ეს მოტო თბილისში პირველი ყველა მეგუთხრა რომ აი ეს წლოვანება ამ გარბენიც და ამ მდგომარეობაში რანაირად იპოვეო და არ ვიცი ცოტა ამ იაპონელებს რისთვის ინახავდნენ არ ვიცი ტრეკზე იხმარეს ცოტა ხანი და მერე ეყენა თუ ვიღაცას მართლა საკოლექციოდ ქონდა არ ვიცი ფაქტია რომ მოტო არის დაუჯერებელ მდგომარეობაში არის ძალიან ახალი არის 2013 წლიანი ბაიკი რაც ნუ აი წარმოუდგენელია რა მოკლედ მადლობა Dream Motos დაუკავშირდით ტარიფებთან ან მოტოს ჩამოყვანასთან დაკავშირებით დააკვალიანებენ ყველაფერზე მისი ძალა ასევე არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ну როგორც პლუსი თქვა გასართობა და ტრეკზე მინუსი ქალაქში იმიტომ რომ რაც არ უნდა low mode-ზე დააყენო მაინც არის jerky რა ანუ თუნდაც ის რომ ესეთი ძრავია ესეთი განსხვავებული ძრავია რის გამოც ქვევითაც ძალიან დიდი ძალა აქვს full-ზე როცაა გახსნილი საწოლში გარდა იმისა რომ ძალიან გაცხელდება და ტრაკს გამოგწვავთ ასევე ცოტა jerky არის რა აი გულისხმობ იმას რომ ოდნავ მეტი მიგეცემა გაზი ცოტა წინ გავარდება უი მერე დაიჭერ რაც არ უნდა კარგი throttle control-ი გქონდეს ვა ბიჭო 172-ით მიდის სიმეროა ისეთ გასვაფში არ იგრძნობა აი რატო არიან ესეთი მატყუარები ლიტრიანი მოტოები იმდენად ძიმე და სტაბილურია იმდენად სტაბილურად დგას რომ საერთოდ ვერ გრძნობ რომ 180-ით მიდიხარ გამორიცხული არის რომ თუ არ დახედე განცდაში გქონდეს რომ ვა რა მაგარია 180-ით მიდივარ ასე იმასაც კი ვიტყოდი რომ მე მგონი ის რაღაცა fun part რაც არის ცოტა თითქოს მაგის გამო იკარგება რა მე იმიტომ რომ ძალიან ჩქარა მიდიხარ და ვერ გრძნობ და პატარა მოტოების მუღამი ეგ არის რომ 180-ით რომ მიდიხარ პატარა მოტოთი ისე გაჟრიალებს რომ აბა მივაჭერ ბიჭო რა სტაბილურია რა მაგრად დგას უფრო მაგრა იხსნება ბოლოში ვაიმე რა ხდება ნუ გასაგებია ყველაფერი აი მიზეზი რის გამოც მაინც და მაინც კომფორტული ქალაქში არ არის ყოველდღიურად სახმარად არის ის რომ საკმაოდ ძიმეა და ეს სიმძიმე ეხლა აი ამ გართობისას საერთოდ არ იგრძნობა საერთოდ არ იგრძნობა მგონია რომ ძალიან მსუბუქ მოტოზე ვზივარ მაგრამ მოკლე მანევრებში ადგილზე აი მოტრიალების დროს ან რა ვიცი თუნდაც რო გინდა რომ სადღაც მიაგორო უცებ თუ მიუჩვეველი ხარ საკმაოდ ძიმეა რა ალბათ კიდევ ერთი დეტალი რომელიც ხაზგასასმელია ვინც ამ მოტოციკლის არ ამგონია რომ ისე უჭირდეს რომ დიდად თქვათ ბენზინზე და მის ბენზინის ბიუჯეტზე ინერვიულოს ალბათ საერთოდ არ იყიდი ესეთ მოტოს თუ ბენზინის ფული არ გაქვს მაგრამ სათქმელია და უნდა ვთქვათ რომ აი ეს ულამაზესი ყვითელი ღილაკი უკვე აციმციმდა ხაპავს ბენზინს იხლაპავს გარდა ამისა როგორც თქვით თავის სიმძლავრიდან გამომდინარე ნუ ზეწოლა და ცვეთა რა თქმა უნდა რომ ძალიან დიდია ყველაფერზე რა როგორც კი ვჩერდებით და როგორც კი ოდნავ ნელა გვიწევს სიარული და მანქანებზე მიყოლა ეგრევე ტრაკი გეწვის
ნუ შინაარსობრივად ეს მოტო მაგისტვის არ არის რა. ეს მოტო რომ ჩამოიყვანო და აი სამსახურში ვივლი და თანამშრომლები მეტყვიან რა ლამაზი მოტო ყავს. აი ერთხელ იზავ, ორჯერ იზავ, სამჯერ, ოთხჯერ და მერე მიხვდები რომ ნუ იმხელა ოფლიანობა ჯდება თითოეული მაგის გაკეთება, რომ აი ცოტა მასიური, მაღალი ათლეტური მძღოლისთვის მე მგონი რომ აილიტრები ერთადერთი გამოსავალია, იმიტომ რომ პატარა მოტოზე ყველა ეგეთი მძღოლი ისე ჩანს რა. ცირკის დათვით, როგორც ვეძახით ხოლმე. ამ მოტოებს კიდე როგორც სპორტში, ასევე ესთეტიური სიამონებისთვისაც დაბალი და გამხდარი მძღოლები უყვართ. მაგრამ მაგის გამო ნახდად ვერ ისურვებს ვერავინ, რომ დაბალი და გამხდარი ვიყო, იმიტომ რომ ნუ მარტო მოტო არაა ეს ცხოვრება, მაგრამ მოკლედ რეალობა ეგ არის რა. მენანება ის რომ ამ მოტომ უნდა რაღაცა გარბენი დაიმატოს. დაუნტრეველ ძველ Civic-ს რო ნახავ ხოლმე, დაუნტრეველი Civic-ი ხო არ არსებობს. მაგრამ ცოტა სუეჟად შენახულ Civic-ს რო ვიპოვი ხოლმე, მაგაზეც ეგეთი განცდა მაქვს რომ უბრალოდ უნდა დააყენო და უყურო. მენანება რომ იმისი რესურსი დაიხარჯოს რა. რაღაცა სიჩქარეზე აქვს ეს sweet spot-ი, სადაც ძალიან დამყოლი და რბილი ხდება, აი ადგილზე მართლა მძიმეა რა. გემივით იმართება, აი ახალ ლიტრიან მოტოებზე რო ვждები ხოლმე, მაინც რაღაცა ეს პეპელასავით განცდა დაყვება თან და ეს არ ვიცი ძველი როა მაგის გამო, წონის გამო, აი რაღაცნაირად მერსედესი ვიძიხარ რა და ესე გემივით უნდა მოუხვიო სტაბილურად და შორს. მეორედან ნახე 100-ზე გაგორებულზე გავტესტოთ. უბრალოდ ნახეთ, მეორეში ვარ, 90-ით მივდივარ. ანუ ცხვირის აწევა უნდა რა. ყველაფერი ტრექშენი ჩართული არის საკმაოდ მაღალზე და მაინც რამხელა ძალას აძლევს. ძალიან კაია, ძალიან კაი გასართობია. და ამასობაში მარცხენა ფეხის კოჭი ცოტა მიგვეწვა და ეგეც ერთ-ერთი ნიუანსი არის ეს ფენი რომ უბერავს, რაც გამოდის, მე მგონი პირდაპირ ფეხში მიბერავს თლიანად და შებრაწული კანჭის ზუნი დადგა თბილისში. ნახე საერთოდ არ იგრძნობა სიჩქარე ბიჭო, ეს რა არის? საერთოდ არ იგრძნობა და ბოლოში იხსნება გიჟივი. მეშინია რომ ბოლომდე გავხსნა. სასიამოვნო მოტო არის ძალიან. შტება კითხვა, ვისთვის არის ეს მოტო? შენ თუ ამ ვიდეოდან გაიგერო, cross playing crankshaft-ი და flat playing crankshaft-ი სხვადასხვა რამეა. დამიჯერე რომ საერთოდ არ გჭირდება და მით უმეტეს თუ ახლა ბუნებრივია რომ ეხლა იწყებ ალბათ ტარებას. არაფერში არ გჭირდება ესეთი მძლავრი მოტო. მე ვიტყოდი რომ ფაქტიურად თვითმკვლელობა არის ესეთი ბაიკით დაწყება. ეხლა ბევრი ალბათ გამოხტება და აუ მე ლიტრიანის დავიწყე და არაფერი არ მომსვლია და შემოგევლო შემი თავი, იმედია ათიც არაფერი არ მოგივა, მაგრამ რავი, ყველა ერთნაირი ნიჭიერი და განვითარებული უნარჩვევებით არ ვიბადებით. შესაბამისად უფრო მეტი რისკი არის რომ რაღაცა ძალიან ცუდს იზავ თუ პირველ მოტო დამასიყიდი, ვიდრე რომ იყიდი და ისე კარგად იხმარ რომ ვა არაფერი არ მომივიდა და ყველა ბედნიერია რა. მაგის გარანტია შემიძლია მოგცეთ რომ 50-50-ზე არ არის, უფრო მეტი ძალიან ცუდად გამოცდის. თუ თქვენს მოგინდებათ მოტოს ჩამოყვანა, აგერ ბატონო Dream Motos საიტზე შეგიძლიათ ან Instagram-ზე ან სადმე მიწეროთ Facebook-ზე და დაგეხმარებიან სასურველი მოტოს ჩამოყვანაში. კლაჩი იგივე ცეპლენია, იგივე კონუსი, პრობლემური. ზაფხულში პაპანახება ცხელდება, ამოგწვავთ ყველაფერს. ბენზინს ხაპავს. მოვლა, რა თქმა უნდა, შედარებით ძვირია. ძიმეა, მძლავრია, საცვეთ მასალას ობს.
აბა რა არის მაშინის, რისთვისაც ადამიანები მაინც ხარჯავენ ამ ფულს და ყიდულებენ ამ მოტოს. ეს შესაძლოა იყოს ვიზუალი, რომელიც ნამდვილად განუმეორებელია და ეს შესაძლოა იყოს ის რომ ეს მოტო იყიდო ტრეკისთვის, წაიყვანო ტრეკზე, იქ იცხოვროს ამ მოტომ, ყოველდღიურად ბაზარში და სამსახურში სასიარულოდ არ გამოიყენო და შეირგო აი მთელი სიკეთეები და სიტკბოება, რაც ამ მოტოს თავის ძრავში, აი ამ cross-playing crankshaft-ის გამო აქვს. კონდეს ისეთი მოტო, გყავდეს ისეთი მოტო, ისეთი ხმით, რომელიც შავით იშვიათად გასამეორებელია და რომელიც რა თქმა უნდა რომ ბევრს ყველას ვერ ეყოლება. ეს მოტო ძალიან კაი გასართობი არის თუ გეცოდინება წინასწარ რომ ამას იყენებ სიამოვნების მისაღები დრო რო გაქვს შენთვის გამოყოფილი აი სამსახურის, ოჯახის და ყველაფრის მერე აი შემპირად სივრცეს რასაც ეძახი, მაგ პერიოდში რომ ქალაქიდან გახვიდე მეგობრებთან ერთად ან მარტო რავი რა მნიშვნელობა აქვს. ახვიდე ისეთ გზაზე სადაც საცოფში დგომა არ მოგიწევს. მოკლედ ქალაქიდან გახვიდე, ან ტრეკზე გინდა წასვლა, ან რაღაცა გინდა. იდეალური გასართობი მაგ შემთხვევისთვის საოცარი მოტო. ყუნდენმა ადამიანმა შეგვამჩნია და ჩემ მოტოს კაცშვილი არ უყურებს, ზედ ყველა უყურებს ამას. 2013 წლიანი არის ეს და 19-იანი არის. დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ, ფერი სუპერ ეფექტური, ვიზუალი ძალიან ეფექტური, მოვლილი ძალიან ფრეში არის. მოკლედ ეს პირველი მოტო არ არის. უნდა იხოცავთ თავებს. ჩემი აზრით არც მეორე ბაიკი არა. მე ძალიან დიდი ხანია მოტოზე ვზივარ. ზუსტად მყოფნის ის რაც შემიძლია და არავის ნაკლებ სიამოვნებას არ ვღებულობ მოტოდან მიუხედავად იმისა, რომ ტრეკზე არ დავდივარ, მაგრამ და რავი, სკრამბლერებიც ძალიან მაგრად მიყვარს და სამოგზაურო ტურინგ მოტოებიც ძალიან მიყვარს და ბევრნაირი მოტო ძალიან მიყვარს და არ ვარ ესე ჩაციკლული სიტყვაზე, რომ მაინც და მაინც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ეს მოტო არ უნდა იყიდოთ იმ შემთხვევაში, თუ ტრეკზე არ წახვალთ. არც პირველი მოტოა ეს და მე თუ მკითხავს კაცი, არც მეორე მოტოა. ეხლა შე რო წახვიდე სიტყვაზიდან Ninja 300-თან, 400-თან, R3-თან, Ninja 400-თან, 650-ით რაღაცა გამოცდილება მიიღო თუნდაც ერთი წელი და მე ამაზე გადმოჯდე. ეგ არც იმას შეგიცვლის, რომ ეს მოტო მაინც გაცხელდება. ამ მოტოს მაინც ენდომება, რომ ჩააჭირო და გიჟივითია, რომ ანუ არ არის ეს იმაზე გათვლილი რა გამოყენებაც, თუნდაც პირველ ან თუნდაც მეორე მოტოს აქვს. 206 კილოგრამს ხო, სტოკის რაც უწერია 210 კილოგრამამდე. ამ 180 ცხენის ძალას, რაც ასევე სტოკი მონაცემია, კაცმა ერთის რეალურად ამას რა ძალა აქვს. დაუჯერებელია რომ ეს მოტო ამ მდგომარეობაში მოიძებნა იაპონიაში, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი დეტალია ისეთი, რაც ჩამოყვა, გამართლებაა, როცა მოტო უკვე გაკეთებული ჩამოგდის. ესე გაკეთება მოტოს შეისასრული, თუნდაც ელემენტარული პიუიგის შუშა რო დააყენო, ეხა ხო მაგ გამოსტილი, ეგ მაინც ყველას გვაქვს გამოსტილი. ელემენტარული რო ადგე და სპორტული საქარემინა დააყენო, მარტო ის ღირს დაახლოებით სადღაც $100 გამბაჟებების და ტრანსპორტირებების და რაღაცების გარეშე. რამდენი შემთხვევა არის რომ ამ მოტოს იმჩნევენ, მე კაციშვილი არ მიყურებს. ძალიან ეფექტური ფერი. ალბათ ერთი 4-ჯერ 5-ჯერ უკვე შეგვამჩნიეს და სულ ამ მოტოს უყურებენ. ამ ჩემი მოტოთი არ ინტერესდება არავინ. სასწაულად ეფექტური მოტოა და სასწაულად ეფექტური ფერია. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ამას წაიყვანს და ისე გაწურავს, როგორც ამ მოტოს შეეფერება, თუმცა ნუ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემნაირი მომხმარებელი ბევრად მეტი ყავს ზოგადად მოტო გართობას, ვიდრე ისეთი, ვისთვისაც მართლა სინამდვილეში იწარმოება ეს მოტო. აშკარად იაპონიაში ვიღაცამ ეს მოტო გაამზადა ტრეკისთვის. არ ვიცი მე რა მოიფიქრა, რა დაიფიქრა და მე საბოლოო ჯამში ადგა და გაყიდა და აგერ ამ ბედნიერმა ადამიანმა, ვისაც ხე კამერა უჭირავს, ხელში იყიდა ეს მოტო და თქვენ შეგიძლიათ მოკლედ რომ გამოიწეროთ ცოტა ოდნავ ძვირი დაგიждდებათ კოპარტთან შედარებით, მაგრამ მთელი მუღამი წესიერი მოტოს ჩამოყვანა თუ გინდა და თუ რამოდენიმე $100 მეტის დახარჯვაზე თავს არ იკავებ, საბოლოო ჯამში მიიღებ ძალიან აი საოცარ მოტოს, ნამდვილად ღირსეგ დახარჯული თანხა იმისთვის რომ იყო მშვიდად წყნარად და რეალურად ხელში შეგრჩეს ის რაც იყიდე და რა შეუკვეთე რა ჩამოვიდა არ გამოვიდეს რა. დამცავები, ხუფები აბსოლუტურად ყველაფერზე არის ხელი შევლებული. რა ვიცი, რა საბურავები S2 აყენია შვენიერ მდგომარეობაში, რა ვიცი, ერთი ალბათ 80% პროტექტორის ზედ აქვს თუ მეტი არა. მომარიც ამბობდა რომ მე მგონი ბევრად ჯობიაო რომ მართლა რაღაცა ისეთზე დავждდეო, რომელსაც ყოველდღიურობაში ვიხმარო. თითოეული კილომეტრი რაც ამ მოტოს გარბენად ემატება, აი მაგრა გულს მწყვეტს და განცდა მაქვს რომ აი ფასი არ დააკლდეს და რამე არ მოუვიდეს, იმიტომ რომ 600 კილომეტრი გაიარა ეხა ამ მოტომ საქართველოში. ყველაფერს თავი გაანება 2013 წლიანი არის, ეს ცოტა გარბენი აქვს. თუნდაც იმისთვის მენანება რომ მე გაყიდვა რომ მოგინდეს, ფაქტიურად გარბენის გამო უნდა რაღაცა ფასი დააკლდეს და საოცრება არის რომ ესეთი რაღაცა ჩაგივარდება ადამიანს ხელში რა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც აქამდე შემორჩით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენი გვერდში დგომა, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მოტოს განხილვით, რომელიც ალბათ ბევრად უფრო დეტალური, ღრმა და საინტერესო იქნება მისი განხილვა, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტ და სასიამოვნო ადგილას წავალთ იმ მოტოთი. შევხვდებით ძალიან მალე, არ მოიწყინოთ, არხი გამოიწერეთ. დროებით.